ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა მორიგი მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ. Ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მათთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, სხვადასხვა საარჩევნო საკითხებისა და ტექნოლოგიური ინტერვენციის შესახებ, ასევე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიც არის დეზინფორმაცია და მისი უარყოფითი გავლენები საარჩევნო პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ხელშეუწყობს პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებას, მეორეს მხრივ კი ახალგაზრდების მეტად მოტივირებულობას საარჩევნო საკითხებში ჩართულობასთან დაკავშირებით. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან 100-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან მიეღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ჟვანიას სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას და მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციისთვის ერთიან სახელმწიფო სივრცეში და საზოგადოებაში.